ხელისუფლების მიმართ ერთდროს ლოიალურად განწყობილი სასულიერო პირი დღეს უკვე აღარ ერიდება ქართული ოცნების კრიტიკას. მეუფე იაკობი ამბიონიდან გამოეხმაურა გიავოლსკის განცხადებას და ქადაგების გამო კრიტიკას შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრიტიკითვე უპასუხა. სასულიერო პირი ამბობს, რომ ის იქადაგებს იმას, რასაც თავად გადაწყვეტს და რომ ქადაგების შინაარსი სხვა კონკრეტული პირების გადასაწყვეტი არ არის. რამდენიმე დღის წინ გიავოლსკი მეუფე იაკობი იმის გამო გააკრიტიკა, რომ ის ხშირად არსებულ ვითარებაზე, პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს, აქვს მოწოდებები და კრიტიკული განცხადებები ხელისუფლების მიმართ. შეგვიძლია მოვუსმინოთ, რა პასუხი დაუბრუნა მეუფე იაკობმა პარლამენტის ვიცე-სპიკერს. ზოგჯერ ჩვენი ქადაგება ძალიან მოწონთ, ზოგჯერ შეიძლება პატარა რაღაცა არ მოეწონოთ, მაგრამ ჩვენ ვართ რისთვის, რომ ბალანსი იყოს სწორად დაცული რა, არავინ არ დაიჩაგროს და ერი განვითარდეს. principos არ შეუძლია და მთავრობას არ შეუძლია ეკლესიის საქმეებში ჩარევა. რას იქადაგებ ამბიონიდან, ეს არის ჩემი გადასაწყვეტი, მაგრამ ეს უნდა ეხებოდეს უშუალოდ ქრისტიანობას და რევოლუციისკენ არ უნდა მოუწოდებდე, რა თქმა უნდა, ხო? ჯობია ესეც წარმოდგენა, თითქოს შეიძლება რომელიმე მხარეს რომელიმე მხარე არავის არ უნდა. ვიდგები იქ, სადაც ჩემი ღმერთია და ჩემი სამშობლოა, კარგად იცოდე. ვერც ეკლესიაში ვერ მეტყვის, ვერ არის ისე მოიქეციო, მეთუთული რომ არასწორია და ვერ არც გარედან არ მივიდეთ არავის რა. ეს იყო ქადაგება, სადაც სასულიერო პირი უკვე მეორედ მოუწოდებს ქვეყნის შიგნით პოლიტიკოსებს, ქართულ ოცნებას და ოპოზიციას, რომ ისაუბრონ ერთმანეთთან და უკვე მეორედ მოუწოდებს, რომ გაიმართოს საჯარო დებატები და დისკუსია კონკრეტულ საკითხებზე, რადგან მეუფე იაკობი ამბობს, რომ დაპირისპირება არის ის, რაც ქვეყნის მტერს და მტრის ინტერესშია, რაც ქვეყნის შიგნით პოლიტიკურმა პარტიებმა არ უნდა დაუშვან. შენი თავი არ უნდა დააპრობინო, უცხოელ არც ერთ დამპყრობელს არავის და ძალიან რთულია რა, ამ დროს ხდება ხოლმე შიგნით შეიძლება ერთმანეთი დავჭამოთ, მაგრამ ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ ერთმანეთთან ურთიერთობები არ შეგვეძლოს. შევეცადოთ, რომ ის დამოკიდებულება სიძულვილეში მაინც არ გადაგვივიდეს და ერთმანეთის რისკში არ გადაგვივიდეს. არ შეიძლება მერე მაგი არ განიკურნება რა. ყველა მტერი დავშლის მერე და ადვილად დავიწყებს. არ ღირსა ეს ხორება იმად, რომ რამდენი წელი გიცოს ხო, რომ ერთმანეთის ჯამაში და ერთმანეთის გინებაში დავატოვოთ. გავიხსენოთ, რომ შენს მოწინააღმდეგეს შვილი ყავს, ან შვილები ყავს, დედა ყავს, მამა ყავს, ოჯახი ყავს, სამეგობრო ყავს და ეს ქართველებს გვასწორდეს. ისე ვიცხოვროთ, რომ ნუ დავჭავთ ერთმანეთს თორე აფხაზეთი როგორ უნდა დავიბრუნოთ, ხო? როდესაც ერთმანეთში საქართველოს ტრები ყველა მხარე რა, ეს მათამფლელი ომი სამარცხვინო ის რაც მოხდა რა, დაგვიყოლეს და ალბათ ჯერ იმათმა უნდა მოიხადო ბოდიში მთელი ერის წინაშე და ჩვენც მოვიხდით ღმერთთან რა, ის რომ მოხდა ვერ ჩავერიეთ, ვერ გავაჩერეთ. და არავინ არ არის რა, მართალი ვარო ვერავინ ვერ ვიტყვით რა. ხარებად არ უნდა დავყოთ საქართველოს. ხარობა თუ წარმატებული იქნება, ჩემი ერი იქნება წარმატებული რა. ასევე ოპოზიცია თუ წარმატებული იქნება, ჩეშმარიტ ოპოზიციაზე ოპონირებას ლაპარაკობ, უკეთესი აზრი უნდა მომასწორდეს, ხო? ჩვენ და რომ ვიცოდეთ ეკლესიაში, ხო? სინოდის წევრებს სხვადასხვა აზრები გვაქვს, მაგრამ როდესაც მიდგება ხოლმე უშუალოდ ქართულ საქმეზე, ღმერთზე და ქართულ საქმეზე ერთად. დებატები და დიალოგი არის ის საკითხი, რაზეც პოლიტიკოსები უკვე რამდენიმე დღეა მსჯელობენ, თუმცა კონკრეტულ კითხვებზე პასუხები არ არსებობს, თუ ვისთან და რა თემაზე სადებატოდ არის მზად ქართული ოცნება და ასევე არსებობს განსხვავებული პოზიციები ოპოზიციურ პარტიებს შორის, ვინ რას ფიქრობს ამ თემაზე ცენტრალურ გამოშვებაში. მოგიყვებით.